მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ როგორ შევქმნათ ბიზნეს მენეჯერი, ეც მენეჯერი, როგორ დავამატოთ გვერდი, როგორ შევქმნათ პიქსელი და ზოგადად როგორ მოვაწესრიგოთ მარკეტინგის, ანუ სარეკლამო კუთხე Facebook-ის განყოფილებაში. ძალიან ხშირად ისმევა შეკითხვა, სამწუხაროდ სრულყოფილი ვიდეო არ არსებობდა, ბევრი მოწოდებული იყო, ამიტომ გადავწყვიტე ეს ყველაფერი სრულად თავიდან ჩამოვწერო. პირველ რიგში, როდესაც ამ ყველაფერს დაიწყებთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი Facebook გვერდი პარალელურად უნდა იყოს აუცილებლად გახსნილი. ხოლო შემდგომ უნდა გადახვიდეთ business.facebook.com-ზე. თუ თქვენ მოხვდით ასეთ განყოფილებაში, ანუ თქვენი გვერდის სახელი გამოჩნდა აქ და იმყოფებით ბიზნეს სუიტში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ბიზნეს მენეჯერი შექმნილობთ. ბოლო განახლების შემდეგ ბიზნეს სუიტი ავტომატურად იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ ბიზნეს მენეჯერი არსებობს. ამიტომ ყველაფერი ჩვენ სრულად ნოლიდან უნდა შევქმნათ. თუ თქვენ ამ განყოფილებაში მოხვდით და რეგისტრაციას ვერ ახორციელებთ, უნდა განაგრძოთ შემდეგი ნაბიჯით. ტაბში აგრიფოთ business.facebook.com/ და ბოლოში მიაწერეთ overview. როდესაც ამ განყოფილებაში გადახვალთ, აქედან უკვე შეძლებთ, რომ რეგისტრაცია განაგრძოთ. ამის უნდა დააწყოთ create an account და აქ უნდა აიჩიოთ თქვენთვის სასურველი ბიზნეს მენეჯერის სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ბიზნეს მენეჯერის სახელი აუცილებლად უნდა იყოს ლათინური ასოებით და პირველი ასო ყოველთვის უნდა იყოს მაღალი. წინამდე შემთხვევაში შესაძლოა ერორი მიიღოთ, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი გაჭედილი ვეღარ გაუგრძელებია. დავარქვათ უბრალოდ კომპანია. ქვევით უნდა დაწეროთ თქვენთვის სასურველი სახელი, თუ როგორ გამოჩნდეთ ბიზნეს მენეჯერში და ამას მხოლოდ თქვენ დაინახავთ თქვენი კოლეგები და ის ადამიანები, ვისაც ადმინისტრირების უფლება ექცევათ თქვენს ბიზნეს მენეჯერზე. ამ შემთხვევაში ამას იგივენაირად დავტოვებ. ხოლო ბოლო ნაწილში უნდა შეიყვანოთ ის ელექტრონული პოსტა, რითაც თქვენ ხართ რეგისტრირებული Facebook-ზე. მანამდე იყო შესაძლებელი ბიზნეს მენეჯერის ისე შექმნა, რომ იმ ელპოსტით, რომელსაც არ ვიყავი რეგისტრირებული, მაგრამ უმჯობესია ასე მოიქცეთ. როდესაც ელპოსტას შეიყვანთ, უნდა დააწვეთ დასტურს და დაელოდოთ რომელიმე ძალე. შესაძლოა მოხდეს შემდეგი რამ, რომ სისტემამ გითხრათ, რომ თქვენ უკვე ლიმიტი გაქვთ ამოწურული ბიზნეს მენეჯერების შექმნის და ამიტომ ვერ განაგრძოთ შემდეგ ეტაპზე. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ეს ბევრ ბიზნეს მენეჯერზე. შეიძლება თქვენ არ გქონდეთ საერთოდ ბიზნეს მენეჯერების შექმნილი, მაგრამ ეს ლიმიტი მაინც ამოწურული იყოს. გამოსავალი ამის გამოსასწორებლად არის, რომ თქვენი მეგობრის ან კომპანიის დირექტორის ან ნებისმიერ სასურველი ადამიანის აკაუნტით შექმნათ ბიზნეს მენეჯერი და თქვენ სახელზე გადმოიბაროთ. მეორე ვარიანტი არის, რომ საფორს მიწროთ და უთხრათ, რომ ლიმიტი გაგიზარდოთ, რის შემდეგაც უკვე შეძლებთ, რომ ბიზნეს მენეჯერი შექმნათ. მოით რა განვაგრძოთ შემდეგი ეტაპიდან, სადაც უკვე ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ ბიზნეს მენეჯერი შევქმნათ. ეს არის Facebook-ი, სადაც შესაძლებელია, რომ ჩვენ ბიზნეს მენეჯერი შევქმნათ, რადგან აქ ყველაფერი მოტივირებულია და მით უმეტეს ამ ანგარიშზე არ არის ბიზნეს მენეჯერი არსებობის შექმნილი. მოით დავაწვეთ submit. როდესაც თქვენ submit-ს დააწვევით, გამოჩნდება ფანჯარა, რომელიც გეტყვით, რომ თქვენს ელექტრონულ პოსტაზე უნდა მოვიდეს დასტურის მეილი, რითაც თქვენ დაადასტურებთ, რომ ეს ელექტრონული პოსტა თქვენ გეკუთვნით და ავტომატურად გადამისამართებით ბიზნეს მენეჯერში. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი ელექტრონული პოსტის პროვაიდერი არ არის Gmail-ი, შესაძლოა წერილი საერთოდ არ მოვიდეს, ან შესაძლოა spam-ში მოვიდეს. ამიტომ ყველა ფოლდერი გადამოწმეთ. Gmail-ში ძირითადად inbox-ში მოდის ხოლმე ხან სარეკლამო განყოფილებაში, მაგრამ მანდაც თუ არ მოვიდეს spam-ი ყოველ შემთხვევაში გადამოწმეთ. როდესაც დაადასტურებთ ელექტრონულ პოსტას, რომც არ დაადასტუროთ, მოხვდებით დაახლოებით ასეთ განყოფილებაში. რომელიც გამოყურებულ დაახლოებით ასე და ეს არის სუფთა ბიზნეს მენეჯერი, სადაც არაფერი არის აბსოლუტურად გაკეთებული. ჩვენ რო განვაგრძოთ მოწესრიგება ჩვენი ბიზნეს მენეჯერის, უნდა გადავიდეთ all tools-ში და ავიჩოთ each manager-ის კატეგორია. როდესაც each manager-ს ავიჩოთ, დიდი შანსია ისეთ each manager-ზე გადახვიდეთ, რომელიც ავტომატურად შეიქმნა. რადგან ეს ბიზნეს მენეჯერი სუფთა არის, არაფერი არ შეგვიქმნია, ამიტომ აქ each manager არ უნდა იყოს. დიდი შანსია თქვენ ისეთ each manager-ზე გადამისამართეთ, რომელსაც თქვენი სახელი და გვარი ქვია. ამ each manager-ს ძირითადად Meta და ყოფილი Facebook-ი ავტომატურად ქმნიდნენ. ამას პერსონალურ each manager-ებს ეძახიან. ხშირად ადამიანები, ვისაც ბიზნეს მენეჯერი არ გაუგიათ და მხოლოდ გუსტავენ, სწორედ ამ each manager-ის საშუალებით ხორციელდება რეკლამები. ეს არ არის ეფექტური, სამწუხაროდ უფრო სუსტია, ვიდრე ხელით შექმნილი each manager-ები, ამიტომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი ბიზნეს მენეჯერის მოწესრიგება, რომ იქვე შევქმნათ each manager-ი. ამ განყოფილების შემდეგ უნდა გადავიდეთ ჩვენ ამ მენიუში და ავირჩიოთ აუცილებლად ბიზნეს სეტინგები. ბიზნეს სეტინგებში რო გადავალთ, გამოჩნდება ზოგადად რამდენი ბიზნეს მენეჯერია ამ აკაუნტზე შექმნილი და ჩვენ ავირჩიოთ ის ვარიანტი, რომელიც ეხლა შევქმნით. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ტესტ სანდრო.
მაგრამ სანამ გადავალთ თუ დააკვირდებით, აქ არის 4 ბიზნეს მენეჯერი, ყველას თავის სახელი აწერია და ასევე წერია თუ რა ხდება ამ ბიზნეს მენეჯერების გარშემო. სატესტო ბიზნესზე წერია, რომ ერთი სარეკლამო ანგარიში აქვს 0 პეიჯია ჩამული და ერთი ადამიანი მართავს. ტესტზე წერია, რომ ერთი სარეკლამო ანგარიში აქვს 1 პეიჯია ჩამული და ერთი ადამიანი მართავს და ასე შემდეგ. მოდით განვაგრძოთ. როდესაც გადავალთ ჩვენ ბიზნეს მენეჯერში, მოვხვდებით პირველ განყოფილებაში, რომელსაც ქვია people. და გამოჩნდებით ჩვენ როგორც ადმინისტრატორი და ასევე საშუალება გვაქვს, რომ ჩავაბათ სხვა ადმინისტრატორები. ამისთვისაც დავაწვეთ add relax და აქ შევიყვანოთ იმ ადამიანის ელექტრონული პოსტა, რითაც ის Facebook-ზე რეგისტრირებული, რომ მოვიწვიოთ ადმინისტრატორად. თუ ეს ადამიანი უბრალოდ თანამშრომელია, გიჩვენოთ რომ employee access-ით მოიწვიოთ. მიზეზი ის არის, რომ როდესაც ადმინისტრატორად იწვიოთ ადამიანს, თუ იმას რაიმე პრობლემა აქვს ეს მენეჯერში, ამ ბიზნეს მენეჯერში, ეგ პრობლემები თქვენზეც გადმოდის. ამიტომ ორჯერ დაფიქრდით, სანამ ამ ადამიანს ადმინისტრატორად მოიწვიოთ. შემდეგი კატეგორია არის admin access-ი, რაც ნიშნავს, რომ თუ ამას მოვნიშნავთ, სრულ უფლებას ვაძლევთ ადამიანს, ანუ მეტას ვეუბნებით, რომ ესეც არის ფლობელი, რადგან მეტად თulis, რომ როდესაც ადამიანს ადმინად ვსვავთ, ის მინიმუმ ბიზნესის ფლობელია. ქვედა კატეგორია შეგიძლიათ დამატებით მისცეს ფინანსური ანალიტიკოსის უფლება, ფინანსური ედიტორის, ანუ ბარათის ცვლილება შეუძლია და ასევე დეველოპერების განყოფილების. როდესაც next მივცემთ, აქ მეტა კიდევ ერთხელ გკითხავს, რომ რაზე კონდეს ამ ადამიანს უფლება, თუ თქვენ page-ი გაქვთ ჩამული ბიზნეს მენეჯერზე, აქედან მისცემთ ცნობას სარეკლამო ანგარიშზე, კატალოგზე, აპლიკაციაზე, Pixel-ზე, Instagram-ზე და event database-ზე. თუ არც ერთი არ არის, უბრალოდ იმაიც დააწვევით, ამ ადამიანს გაიგზავნება წერილი და დასრულდა. თქვენ უკვე ადმინი მოიწვით. მოდით დავაკესელოთ და გავაგრძელოთ სხვა რაღაცების დამატება. People კატეგორიის შემდეგ აუცილებლად თქვენ უნდა გადახვიდეთ page-ების განყოფილებაში და დაამატოთ თქვენს მიერ შექმნილი Facebook page. ამისთვის უნდა დააწვეთ add relax და დააჭიროთ add pages. აქ უნდა აირჩიოთ თქვენი გვერდის სახელი, რომელიც შეგიძლიათ სახელი ჩავსვათ, ან თქვენი გვერდის link მისამართი, ეგრეთ შესაძლებელია. ავირჩიოთ ტესტი. უბრალოდ ნახეთ, მე ახლა ისეთი page-ი დავამატე, რომელსაც უკვე აქვს რომელიღაც ბიზნესის წლობა, ანუ სხვა ბიზნეს მენეჯერზე ჩამული, ამიტომ არ შემიძლია ის დავამატო. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ხშირად აქვს ესეთი პრობლემა, რომ ბიზნეს მენეჯერი არის ვიღაცის სახელზე, არ იციან ვის არის page-ი ამაზე ჩამული და ვერ ხსნიან. ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. მოდით შევხედოთ ჩვენი ბიზნესის სახელს, ჩვენი page-ის სახელს, რა ქვია უბრალოდ ტესტ სანდრო და აქ ვიპოვოთ page-ის სახელად ტესტ სანდრო. ეხლა მივცეთ და წესით პრობლემა არ უნდა გქონდეს. კი ბატონო, page-ი დავამატეთ ჩვენს ბიზნეს მენეჯერს. შემდეგი ეტაპი არის, რომ შევქმნათ სარეკლამო ანგარიში. ამისთვის უნდა გადავიდეთ add accounts განყოფილებაში. თუ არაფერი არ არის შექმნილი ავტომატურად, მხოლოდ add relax-ი გამოჩნდება. ამ შემთხვევაში აქ ერთი სარეკლამო ანგარიში არის, მაგრამ მოდით თავიდან შევქმნათ კიდევ ერთი. როგორც ხედავთ, create new ad account-ის საშუალება არ გვაქვს, რადგან ლიმიტი უკვე ამოწურული არის, მაგრამ იცოდეთ, რომ როდესაც სარეკლამო ანგარიში ვქნით, ძალიან გავს ბიზნეს მენეჯერის რეგისტრაციას, მანდაც უნდა შეიყვანოთ სახელი და ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და მაგას გაჩვენებთ, რაც ბიზნეს მენეჯერის შექმნის დროს საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ თუ გადავალთ ხა ბილინგის განყოფილებაში, სადაც ბარათის მონაცემები დავამატოთ ჩვენ სარეკლამო ანგარიშს, აქ ნახავთ ესეთ განყოფილებას. ეს მენეჯერს, როდესაც ვქნით, სისტემა გეკითხებათ, თუ რა არის თქვენი დროის ზონა. და აუცილებლად თუ საქართველოზე აპირებთ რეკლამების გაშვებას, აიჩეთ +4. შეიძლება მეკითხებიან ხოლმე, რომ თბილისი და საქართველო არის და რა აიჩიონ. +4 არის ჩვენი ქვეყნის დროის ზონა, ამიტომ +4 აიჩეთ და დაასეგეთ. და შემდეგ ყველაფერი იქნება მოწესრიგებული. მოკლედ, შევქმნით სარეკლამო ანგარიში და რა უნდა გავაკეთოთ, სანამ გავაგრძობთ. როდესაც რაღაცებს ვქნით ბიზნეს მენეჯერში, ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ამ ყველაფერს ერთმანეთთან გქონდეს კონტაქტი, ანუ სინქრონი. ჩვენ ახლა მაგალითად page-ი ჩავაბით და სარეკლამო ანგარიში შევქმნით. უნდა დავუბრუნდეთ people კატეგორიაში, ავირჩიოთ ჩვენი თავი და დავაწვეთ add assets. აქ უნდა მოვნიშნოთ ჩვენ მიერ ახლა დამატებული ბიზნესი, page-ი უბრალოდ და მივცეთ ცნობა ჩვენს თავს. ჩამოვიდეთ ქვევით, სხვა კატეგორიებში გადავხედოთ, რომ ის სარეკლამო ანგარიში შევქმნით და ამაზეც უნდა მივცეთ ჩვენს თავს ცნობა. და ჩამოვყვეთ სხვა კატეგორიებსაც, თუ კიდე რამე არის, მაგაზეც უნდა მივცეთ ჩვენ თავს ცნობა. დავასეივოთ და როდესაც სეივს მივცემთ, აქ გამოჩნდება, რომ ჩვენ სახელთან დაკავშირებით, ან ჩვენს ადმინობას. სინქრონი აქვს page-თან, სარეკლამო ანგარიშთან და Pixel-თან.
ეხლა პიქსელით შევქმნათ თავიდან მოდის რომ გაჩვენოთ პიქსელით როგორ უნდა ჩავაბოთ. ამიტომ ჩვენ შემდეგი ეტაპი იქნება, უნდა გადავიდეთ data source-ში, დავუშვათ პიქსელის გამოყოფილება. აქ უნდა დავაწვეთ add relax. შევარჩიოთ ჩვენ პიქსელისთვის სახელი და არ აქვს მნიშვნელობა, რაც თქვენ გაგიხარდებათ, შეგიძლიათ ის დავთქვათ. აქ უნდა შევიყვანოთ ვებსაიტი, თუ არ გაქვთ არაფერს არ შევიყვანოთ, მაგრამ იცოდეთ რომ პიქსელის შექმნა უკვე სავალდებულოა iOS-ის განახლების გამო. მივიცეთ next-ი და გავთიშოთ. პიქსელი უკვე შექმნილია, აქ როგორც ხედავთ ორი პიქსელი გვაქვს, ისევ ბრუნდებით ჩვენ people კატეგორიაში, add assets ვაწვევით, გადავდივართ პიქსელში და პიქსელ სახელად კომპანიას ვაძლევთ სრულ უფლებას ჩვენს ადმინობას. და როგორც ხედავთ, პიქსელის განყოფილებაში ჩვენ ადმინის განყოფილებაში გამოჩნდა, რომ ამ ადამიანს პიქსელზე ცდომა აქვს. შემდეგი ეტაპი რაც უნდა გავაკეთოთ, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, Instagram-ის აკაუნთი ამ განყოფილებიდან უნდა ჩავაბათ, WhatsApp-ის აკაუნთი ამ განყოფილებიდან უნდა ჩავაბათ და რაც ყველაზე მთავარია, brand safety-ის განყოფილებაში ჩვენ გვაქვს დომენები. თუ თქვენ ვებსაიტი არ გაქვთ, გირჩევთ რომ დომენი მაინც შეიძინოთ და მისი ვერიფიკაცია გააკეთოთ. ან თუ თქვენ მარტო დომენი გაქვთ, ამისთვის შედიხართ დომენების განყოფილებაში, add relax აწვევით და create new domains ირჩევთ. აქ უნდა ჩაწეროთ თქვენ დომენი, ეც მისცეთ და მეტა მოგაწვდით ინფორმაციას თუ როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის ვერიფიკაცია, ან დომენის ვერიფიკაცია. რამოდენიმე ვარიანტია, მაგრამ რადგან მხოლოდ დომენი გაქვთ და ვებსაიტი არ არსებობს, ყველაზე მარტივია DNS ვერიფიკაცია. უმარტივესია ნებისმიერ IT დაგეხმაროთ. ამაში YouTube ვიდეოებზეც არის გაკვეთილები, როგორ მოახდინოთ დომენის ვერიფიკაცია, ამიტომ, როდესაც ამ ყველაფერს გააკეთოთ, verify domains დააწვევით და თქვენი დომენი ავტომატურად ვერიფიცირებული იქნება. ბოლო რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, გადავიდეთ ჩვენს მიერ შექმნილ Ads Manager-ში. ჩვენს Ads Manager-ში ვიცით რომ სანდრო ქვია და აქ რო ჩამოხვით, უნდა ვირჩიოთ ჩვენ მიერ შექმნილი ვარიანტი. და პირველი რასაც სისტემა გკითხავთ, გამოჩნდება მესიჯი და გკითხავთ რომ თუ ხართ პოლიტიკურად აქტიური. თუ არ ხართ პოლიტიკურად აქტიური, აუცილებლად უარი განაცხადეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებით საბუთებს მოგთხოვთ, რის გამოც რეკლამები უფრო გართულდება. შემდეგ გადავდივართ მენიუში და ვირჩევთ billings. ჩვენ უნდა გადავიდეთ billings-ის განყოფილებაში, ანუ payment-ებში, ვირჩევთ payment settings და აი ამ განყოფილებიდან ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ბარათი. ამისთვის add payment მეთოდს ვაწვევით. და უნდა შევარჩიოთ რით გვინდა რომ გადავიხადოთ ჩვენი რეკლამის თანხა. Credit card-ით თუ PayPal-ით. სხვა საშუალებებიც არის, მაგრამ საქართველოს ჯერჯერობით მასზე წვდომა არ გვაქვს. თუ ჩვენ edit-ის განყოფილებაში გადავალთ, აქ ასეთ რამეს გვეკითხება Facebook-ი. ბიზნესისთვის თუ ეშვება რეკლამები, ბიზნეს მიზნებისთვის. თუ თქვენ კომპანია ხართ და კომპანიის ბარათი გაქვთ ჩაბმული, Ads Manager-ზე, რა თქმა უნდა, ეს უნდა მონიშნოთ. ხოლო თუ ფიზიკური პირი ხართ და თქვენთვის პირადი მიზნების უშვებთ რეკლამას, თქვენი პირადი ფიზიკური პირის ბარათით, ამ შემთხვევაში ეს არ უნდა მონიშნოთ, რადგან აქ დავივიდეთ და შესაძლოა დაჯარიმდეთ და სისტემა ავტომატურად მოგაჭრის 18% მეტს, როდესაც რეკლამას გავუშვებთ. ხოლო კომპანიები, როდესაც უშვებენ რეკლამას, ისინი თავად დაბეგრავენ ამ თანხას და ბუღალტერი, რა თქმა უნდა, ყველაფერს განახორციელებს. სულ ეს იყო რის ჩვენებაც მინდოდა, ერთადერთი გეტყვით, რომ თქვენს page-ზე გადადით, შედით page access-ის განყოფილებაში, მოდით თავიდან გაჩვენოთ თუ სად არის ეს ყველაფერი, არ დაიფნეთ. თქვენ page-ზე გადადიხართ, ირჩევთ manage განყოფილებას, შემდეგ გადადიხართ page access-ში და აქ ნახულობთ ვინ არის თქვენი გვერდის ადმინისტრატორი და ასევე რა ქვია იმ business manager-ს, რომელზეც არის თქვენი გვერდი ჩაბმული. ჩვენ business manager-ს ქვია test Sandro და მის ქვეშ მყოფ page ქვია test Sandro ასევე. ანუ ესენი არიან ჩათვალეთ სათავო კომპანია და მისი შვილობილი, ეს უნდა გამოჩნდეს. როგორც გითხარით, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანს აქვს page ჩამული მის სახელზე, მაგრამ არ იცის ვის სახელზე business manager. გამოსავალი ერთადერთი რომ უნდა იპოვოთ ეს ადამიანი, მანამდე მეტა შეეძლო ჩახსნა, მაგრამ ეხლა ამის უფლება არ აქვს, ამიტომ ჩვენ უნდა მოვიძიოთ ეს ადამიანი თუ ვის სახელზე ეს business manager. წარმატებებს გისურვებთ. მაინტერესებს რამდენად მოგეწონათ მსგავსი ვიდეოები და თუ თქვენთვის სასურველი იქნება, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ მოთხოვნები თუ შემდეგში რაზე ჩავწეროთ ვიდეო გაკვეთილი და ზოგადად რა პრობლემები გაქვთ. წარმატებებს გისურვებთ.